მოგესალმებით დაუბრუნდით დილამშვიდობისა მათ ვინც ახლა შემოგვერთა. მე კი წარმოგიდგენთ თამთა კვარაცხელია პრესის სიახლეების გაგვაცნობს თამთა ხომ მაინც იყო და რაღაცა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებლებს. დაიწყო ჩვენთვის განკუთვნილი რიგით მეორე საათი, რომელიც ძირითადად სტუმრებს ეთმობა ხოლმე, თუმცა მანამ სანამ ჩვენ სტუმარს მივესალმები, მე კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს დოკუმენტების საცავის შესახებ. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ დაარქივოთ და შეინახოთ თქვენი დოკუმენტები. ძალიან ხშირი არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ვერ პოულობთ ამა თუ იმ მნიშვნელოვან და საჭირო დოკუმენტს, საბუთს, ასე შემდეგ. შეგიძლიათ ყველაფერს ერთად თავი მოუყაროთ აი ამ დოკუმენტების საცავში, რომლის შეძენაც ბიბლუსის მაღაზიათ აქ სელში შეგეძლებათ. ნამდვილად ყველაფერი. არა მარტო საჭირო საბუთი. კი ბატონო, ჩვენ მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ 30 დღის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ჩვენ შევავსოთ ეს დოკუმენტების საცავი და მე დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი უკვე შევიტანეთ და მე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის დოკუმენტები უნდა შევინახო. ეს გახლავთ ბავშვის ფორმასი, რომელიც სამშობიაროდან არის წამოღებული, მისი ეხოსკოპია და სხვადასხვა საინტერესო მონაცემები, რაც დაბადებამდე შეგროვდა და წამოვიღეთ კლინიკიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მშობლისთვის და რომ არ დავკარგოთ, რომ არ ბეძებოთ თუ სად გვექნება შენახული, ერთად თავმოყრილი იქნება დოკუმენტების საცავში. და აქვე ისიც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გათამაშება გვაქვს დილის პალიტრის გვერდზე, ველოდებით თქვენს კრეატიულ და ძალიან საინტერესო ამავდროულად სახალისო იდეებს თუ რაც შეინახავდით დოკუმენტების საცავში და გამარჯვებული იდეა დაჯილდოვდება ბიბლუსის 500 ლარიანი ვაუჩერით, ასე რომ იაქტიურეთ, მით უმეტეს ახალი წელია და ბიბლუსი ძალიან დაგვირთულია ამ საახალწლო შოპინგისას პირველი, რა თქმა უნდა ბიბლუსი. ნამდვილად. ზუსტადაც რომ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ თქვენი საახალწლო დეკორაციები ზუსტადაც რომ ბიბლუსში შეიძინოთ, ასე რომ იაქტიურეთ. ახლა გადავინაცვლოთ ჩვენს სტუმართან. დღეს ძალიან თემატურია ჩვენი საუბარი, თემატური გამოვა. რიკა ცუცკირიძე, ენდოკრინოლოგი, 14 ნოემბერი დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და პირველ რიგში მოდით დავიწყოთ სტატისტიკით. ამ მიმართულებით საქართველოში რა სტატისტიკა გვაქვს ამ ეტაპზე? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ჩემს ყველა კოლეგას მთელ მსოფლიოში, ვინც რეალურად ზრუნავს პაციენტებზე, ასევე მინდა მიულოცო პაციენტებსაც, იმიტომ რომ ჩემთვის ეს დღე დიაბეტზე გამარჯვებასთან ასოცირდება და მინდა რომ ვუსურვო გამარჯვებები ამ რთულ გზაზე, რაც შეეხება სტატისტიკას თუ დაუბრუნდებით. დღეისათვის სტატისტიკა არ არის მთლად საიმედო, იმიტომ რომ მსოფლიოში 589 მილიონი ადამიანია უკვე რეგისტრირებული დიაბეტით და ამასთან ერთად 40% არის კიდევ და უფრო მეტიც, ვინც არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ. აი ეს არის საინტერესო. რა არის პირველი ნიშნები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს და უკვე რთულ სტადიაზე არ შევიტყოთ იმის შესახებ, რომ ვართ ამ სტატისტიკაში ერთ-ერთი. არსებობს დიაბეტის ასეთი კლასიკური ნიშნები, ხშირი შარდვა, გახშირებული წყურვილის შეგრძნება, წონის კლება, მადის დაქვეითება, შეიძლება წონის მატებაც გააჩნია, რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. თუმცა დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში ეს კლასიკური სიმპტომები ხშირად არ არის ხოლმე წარმოჩენილი თავდაპირველად და დიაგნოზის დადგენა ამიტომაც ცოტა გადავადებულია. მაგრამ ამისთვის არსებობს პრევენციული ღონისძიებები იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ჭარბიწონა, ვისაც აქვს გენეტიკური დატვირთვა, ყავს მაგალითად ოჯახის წევრები, პირველ რიგის ნათესავები ჰქვია მშობლებს, ყავს ბებია ან ბაბუა დიაბეტით დაავადებული, ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ თავის ცხოვრების წესს ყურადღება. ქალბატონ ლიკა, ჩვენ ვიცით რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის დიაბეტი, თუმცა დეტალურად ალბათ ჩვენს მაყურებელს არ აქვს ინფორმაცია, რა განსხვავებაა მათ შორის, რომელია თქვა თანდაყოლილი, შეძენილი თუ ასე შემდეგ. თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ვრცლად, რა ტიპის დიაბეტებს ხვდებით და რა სხვაობაა მათ შორის? დიაბეტის ძალიან ბევრი ტიპი არსებობს, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სამ ძირითად ტიპზე. ეს გახლავთ ტიპი 2 დიაბეტი, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით არის მსოფლიოში და
მთელი დიაბეტიანების 90% სწორედ ტიპ 2-ზე მოდის. ასევე არის ტიპი 1 დიაბეტი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ასაკში ვითარდება და ბავშვობის ასაკში და არის გესტაციური დიაბეტი, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება. ტიპი 2 დიაბეტის მექანიზმი ძირითადად გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა, რაც დაკავშირებული არის არაჯანსაღი ცხოვრების წესთან და ეს დიაბეტის ეს ტიპი შეიძლება იყოს პრევენცირებადი, ანუ მისი გადავადებაც კი შეიძლება სწორი ცხოვრების დანერგვით. რაც შეეხება ტიპი 1 დიაბეტს, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ასაკში და ბავშვებში ვითარდება, ეს აუტოიმუნური პროცესია და მისი, ასე ვთქვათ, პროგნოზირება და გადავადება ცოტა ძნელია სამწუხაროდ, თუმცა მეცნიერული პროგრესი ისე ვითარდება და ყოველდღიურად მედიცინაში იმდენი მიღწევა გვესმის, რომ ტიპი 1 დიაბეტის პრევენციაც შესაძლებელი გახდება. შეძენილი დიაბეტის შემთხვევაში ხო, კი ბატონო, რა არის გამომწვევი მიზეზი ძირითადად? გარდა არასწორი ცხოვრების წესისა, ვთქვათ, იგივე კვება, იგივე ამის გარდა რა შეიძლება დავასახელოთ გამომწვევ მიზეზებად? ტიპი 2 შემთხვევაში ძირითადად ეს მიზეზები გვაქვს. ანუ არასწორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, აქ შეიძლება იყოს დაბალი ფიზიკური აქტივობა, არასწორი კვება, თამბაქოს ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. რაც შეეხება ტიპი 1-ს, მისი, ასე ვთქვათ, წინაპირობა შეიძლება იყოს ვირუსული დაავადებები, ეს რაც ბავშვებში არის ძირითადად, რაც აუტოიმუნური პროცესთან არის დაკავშირებული და ჩვენ, ასე ვთქვათ, უძლურები ვართ მის მიმართ ჯერჯერობით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი პროგრესი გვაქვს დღეისათვის და ალბათ ტიპი 1-ის პრევენციაც და გადავადებაც შესაძლებელი გახდება. თუ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ. სტრესიც, როგორც ვიცი, არის ერთ-ერთი გამომწვევი. სტრესიც ერთ-ერთი გამომწვევი. რასაც ვერ უზრუნველყოფთ წინასწარ. რა თქმა უნდა, ამას ვერ განსაზღვრავთ. ქალბატონ ლიკა, თქვენ აღნიშნეთ, რომ წინ მიდის მედიცინა ამ მიმართულებით და ბევრი სასიკეთო სიახლე არის ახლაც და გველდება წინაც. თუმცა თუ მაინც რაღაცნაირად მივაყურადეთ, არ გავამახვილეთ ყურადღება იმ სიგნალებზე, რასაც პერიოდულად ჩვენი ორგანიზმი გვაწვდის და არ მივედით დროზე და დროულად ექიმთან, აი ამ შემთხვევაში კიდევ რა პრობლემამდე შეიძლება მიგვიყვანოს დიაბეტმა? დიაბეტი ძალიან ვერაგი დაავადებაა, მასთან თუ არ იმეგობრე, აუცილებლად უტრად გადაიქცევა სამწუხაროდ და ძალიან ბევრი გართულება ახლავს თან, როგორც მწვავე გართულებები, ბიადრეული, ისე ქრონიკული გართულებები, როგორც არის მაგალითად გულსიცოცხლეთა დაავადებები, თირკმელების დაავადებები, სხვადასხვა ტიპის ნეიროპათიები, მაგრამ მინდა აქცენტი გავაკეთო თვალის დიაბეტურ დაავადებებზე, რადგან მხედველობა ჩვენი ძირითადი ფუნქციაა, შესაბამისად ამ ფუნქციას ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ. ამიტომაც ბოლო რამდენიმე თვეა ენდოკრინოლოგები და ოფთალმოლოგები აქტიურად ვართ ჩართული კამპანიაში, რომელიც ითვალისწინებს თვალის დიაბეტური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის და ადრეულ დიაგნოსტიკას, სკრინინგს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მხედველობის გაუარესება ან თუნდაც სიბრმავე. კი ბატონო, ძალიან რთულია, როდესაც ამ ყველაფერს ვისმენთ, თუმცა მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა რა არის? რის წინაშეც დღეს საქართველოში აღნიშნული პრობლემის მატარებელი პაციენტები დგანან? მთავარი პრობლემა საქართველოშიც და ალბათ სხვა ქვეყნებშიც გახლავთ განათლების დეფიციტი. იმიტომ რომ ქრონიკული დაავადების სწორი მართვა წარმოუდგენელია განათლების გარეშე. განათლებული პაციენტი ექიმის, ასე ვთქვათ, პარტნიორი არის და მისი დამხმარეა. გარდა ამისა, საქართველოში კონკრეტულად და განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან დიდ გამოწვევად რჩება დღემდე ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობის არქონა. თბილისში პაციენტები ასე ვთქვათ უზრუნველყოფილი არიან ექიმის კონსულტაციითაც, სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევებითაც და ასე შემდეგ არსებობს ამის საშუალებები, მაგრამ რეგიონებში სამწუხაროდ ეს დღესდღეობით ცოტა გართულებულია და მაინც ტრანსპორტირება უწევთ თბილისში. ტრანსპორტირება გარდა იმ
აი ამ პროცედურებისა, სამედიცინო პროცედურებისა მოდით ესე გავაერთიანებ, ტრანსპორტირების ხარჯებთან და პრობლემებთანაც არის დაკავშირებული და შესაბამისად ადამიანები დროულად ვერ მიმართავენ ექიმებს. ამიტომაც ხდება, რომ გართულებების განვითარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი აღმოჩენა. უკვე დიაბეტის მქონე ადამიანებში რა არის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც საყურადღებო და გასათვალისწინებელია, თუნდაც პირველ ეტაპზე, ან თუნდაც შემდგომ ეტაპებზე, როდესაც უკვე მდგომარეობა გართულებულია. რა არის ის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოს დიაბეტის მქონე ადამიანს? Ну, რა თქმა უნდა, დიაბეტის მქონე ადამიანს პირველ რიგში გლუკოზის კონტროლი, ეს რა თქმა უნდა, მთავარი მომენტია. არტერიული წნევის კონტროლი, ქოლესტერინის დონის კონტროლი, ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციები არსებობს. და რა თქმა უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით, სწორი ენდოკრინოლოგის ხელში, რომელიც მას ამ ყველაფერზე ესაუბრება. და უფრო გაუმარტივებს ამ პროცესს, რომ ერთი შეხედვით არის უცაბედი მომენტი, როდესაც იგებ. კი, ძალიან დიდი სტრესია და ძალიან დიდი დარტყმა არის განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. ამიტომაც სათანადო ენდოკრინოლოგის ხელში ეს, რომელიც სწორად მართავს დაავადებას, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს დაავადება მათთვის აღარ იქნება პრობლემა და იცხოვრებენ ისე, როგორც ჩვეულებრივი არადიაბეტიანი ადამიანები. ისწავლიან მასთან ერთად ცხოვრებას. მასთან ერთად ცხოვრებას ისწავლიან, ამიტომაც აღვნიშნე, რომ მინდა გამარჯვება ვუსურვოთ თქვა რთულ გზაზე. ქავტან ლიკა, რამდენად შესაძლოა სიმართლეს, რომ ინსულინის პრობლემა გვაქვს დღესდღეობით საქართველოში? ინსულინის პრობლემა, მოდით ესე დავიწყებ, რომ ინსულინის პრობლემა საქართველოში არ არის, იმიტომ რომ ინსულინ მომხმარებელი ყველა პაციენტი უზრუნველყოფილი არის კომპანია Sanofi-ის ძალიან მაღალი ხარისხის ინსულინებით, აბიდრით და ლანტუსით. ეს საკითხი ცოტა არასწორად იქნა სოციალურ ქსელებში გაშუქებული და შემდეგ ეს არასწორი ინტერპრეტაცია აიტაცა საზოგადოებამ. ინფორმაცია არის ესეთი, რომ ის კონკრეტულად ერთ-ერთი ინსულინის სახეობაზე არის საუბარი, რომელსაც ძირითადად ბავშვები მოიხმარენ და მოთრებით მცირეწლოვან ასაკში, რომლის კალმისტარიც მოსახერხებელი არის დოზირების თვალსაზრისით. ანუ პატარა დოზებზეც ისეთი ბრუნები აქვს ამ კალმისტარს, რომ პატარა ბავშვებში პატარა დოზები, როდესაც არის საჭირო, ეს კალმისტარი არის მათთვის ძალიან ხელსაყრელი და მოსახერხებელი. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების წუხილი და შიში ამასთან დაკავშირებით დამერწმუნეთ, ძალიან გულწრფელად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს ბავშვებთან და მათი თითოეული ტკივილი, ჩემი ტკივილიც არის მართლა. ჩვენთან არ არის მარტო ეს ნოვრაპიდის კონკრეტულად ამ ინსულინის პრობლემა, ევროპის ქვეყნებშიც არის და ამერიკაშიც არის, იმიტომ რომ წარმოებელმა კომპანიამ დაარღვია ჩვენთან დაკავშირებით შემოტანის ვადებთან დაკავშირებით ხელშეკრულება და გარდა ამისა გარკვეულ კალმისტრის ფორმებს აღარ აწარმოებს. მაქვს ინფორმაცია, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენთან ეს მარაგი უნდა შეივსოს. თუმცა ის ინსულინები, რომელიც არის დღესდღეობით, ამ ინსულინების მოხმარებაც ძალიან ესეთი, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალი ხარისხის ინსულინებია და ბავშვები ისეთი კარგი ენდოკრინოლოგების ხელში არიან, რომ შესაძლებელია თავიდან აიცილონის მწვავე გართულება, როგორიც არის ჰიპოგლიკემია. ძირითადად ამის შიში არსებობს ტიპი 1-ის შემთხვევაში. კი ბატონო, ძალიან ბევრი დეტალია, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ალბათ მშობლები გარკვეულწილად მართლაც ექიმის ასისტენტებად იქცევიან ხოლმე ამ დროს, როდესაც პატარა ბავშვთან გვაქვს საქმე და ყველას რა თქმა უნდა წარმატები უნდა უსურვოთ ამ მართლაც ძალიან რთულ გზაზე. სხვათა შორის ბოლო პერიოდში გავრცელდა სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო, სადაც ბავშვები თავად უზრუნველყოფენ თავიანთ პრობლემას და მშობლები ასწავლიან დამოუკიდებლად როგორ უნდა იცხოვრონ ანუ რაღაც ასაკის მერე ალბათ უკვე თვითონ ხო, კი ბატონო, მე ვემხრობი ამას, რომ ეს მიმღებლობა ბავშვებში გაჩნდეს თავიდანვე და არ იყოს ასოცირებული რაღაც დიდ პრობლემასთან და შესაძლებელია ამ დაავადებასთან ერთად სწორად ცხოვრება.
თქმა უნდა, ბავშვები უფრო კარგად იღებენ თავის დაავადებას, ვიდრე მშობლები, მინდა გითხრათ. კი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ ქონდა უკვე და მესამე მეოთხე გველოდება დიაბეტური ბანაკი, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობ ხოლმე ამ ბავშვებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ ეს ბავშვები არიან ძალიან პოზიტიურები. კარგად იღებენ ამ თავის დაავადებას, იციან როგორ მართონ და ძალიან ბევრი მიზანიც აქვთ დასახული. მათ იციან, რომ ეს დაავადება ხელს არ შეუშლის სრულყოფილ ჯანსაღ ცხოვრებაში. და მშობელმაც არ უნდა მისცეს პანიკის საფუძველი პირველ ეტაპზე. თავარი ეს არის. კიდევ ერთხელ. მნიშვნელოვანია, რომ ვიცხოვროთ სწორად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ შეძენილი დიაბეტი ასეთ შემთხვევაში. დიდი მადლობა თქვენ. ლიკა ცუცქირიძე იყო ჩვენთან ერთად, ენდოკრინოლოგი და საუბრობდით დიაბეტთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.